მე ვარ ნია ლოჩოშვილი 11 წლის. ვსწავლობ ბათუმის სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, მუსიკა, კულინარიობა და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკავ ჩვენ შვილებში. მახსოვს პირველი დღე ანსამბლში რომ მივედი. მხოლოდ ჩემ დედაშვილს ვიცნობდი და ძალიან ნერვიულობდი. ჯერ გავიცანი ბავშვები, მერე მასწავლებელი და მერე დავიწყე ვარჯიში. ჩემი საყვარელი ცეკვაა ოსური. საყვარელი ილეთია ეს. ცეკვაში ყველაზე რთული არის ტრიალის გაკეთება. ყველაზე ადვილია ცერებზე დგომა. უკვე მქონდა 4 კონცერტი და ხვალ მაქვს მეხუთე. ამ 4-დან ყველაზე მეტად მომეწონა მეორე. ვიყავით მცხეთაში, კარგათაც ვიცეკვეთ და კარგათაც გავერთეთ. ჩვენ შვილებში გვყავს 2 ქორეოგრაფი, ალეკო შენგელია და მაია მასწავლებელი. მაია მასწავლებელი არის ძალიან ლამაზი და უხდება ქართული ცეკვა. ალეკო მასწავლებელი არის ცოტათი სიმკაცრი და მეგობრული. ისე ძალიან მიყვარს ცეკვა, რომ ვაპირებ მთელი ცხოვრება ვიცეკვო. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ცოტა ხანი დავდივდით ხატვის წრეზე, მაგრამ ის არ ითვლება. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას. ჩემი საყვარელი ფერი არის ცისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ არ მიყვარს, რომ ყველა იყენებს და ნახატსაც არ უხდება. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 13 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ როცა დიდი გავიზრდები, ვნახო როგორ ხატავდი ბავშვობაში. ახლა მინდა ვიყო 3 წლის, იმიტომ რომ ბაღი მენატრება. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან აქტიურია, ხიარული მასწავლებლები უყვარს და ვერთობით გაკვეთილებზე. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკუშა ჯანელიძე. ყველაზე ჭკვიანია გაბრიელ მახარაძე. ყველაზე მშვიდია დემეტრე ქათამაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია საბა ნაგერვაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი მაია ჩაკვეტაძე. ის არის ძალიან ლამაზი, ბედნიერი, გახარებული, ჭკვიანი და ყურადღებიანი. რაც მთავარია, მას უყვარს თავისი საქმე და ბავშვები. ჩემი აზრით, მაია მასწავლებელი ყველაზე მეტად მე მიყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ვიზაჟისტი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი პრინცესა ბელი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ანე ფრანკის დღიური. საყვარელი მულტფილმია სტიჩი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა და მამა. მინდა მყავდეს უფროსი ძმა. მამიკო არის სიმპათიური, მხიარული, ჭკვიანი და ყურადღებიანი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიგო. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ ყვავილებს ჩუქნის, თბილ სიტყვებს ეუბნება და სრუნავს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის თბილი, ლამაზი, ჭკვიანი და გახარებული. მე მყავს ყველაზე კარგი მშობლები მთელ ქვეყანაზე. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. სახლსაც ვალაგებ და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო ბურგერი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის მაფინების გაკეთება. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია მაკარონი პარმეზანოსთან ერთად. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიქნებოდი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. სხვათა შორის მიყვარს მოგზაურობა და ვარ ნამყოფი პარიზში, პორტუგალიაში, ბარსელონაში, დუბაიში, თურქეთში, ნიცაში, მონაკოში, იტალიაში. განსაკუთრებით მომეწონა ვენეცია. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-4 კლასში და ვუკრავ პიანინოზე. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ნოტების კითხვა. ყველაზე ადვილი იყო ცალიხელით დაკვრა. მუსიკაში ჩემი მასწავლებელია ლია შავთვალაძე. ძალიან კარგი მასწავლებელია და საერთოდაც ყველა მასწავლებელში გამიმართლა. პიანინოს გარდა მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე. წინა მონაწილემ დამეტოვა ასეთი შეკითხვა. ნია რომ არ მერქვას, რა მერქმევოდა? მე ნია დაბარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნია რომ არ მერქვას, ალბათ მერქმევოდა მარიამი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს დროში გადაადგილების სუპერძალა. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ყავისფერი ფუმფულა ლეკვი. ყვავილებიდან მე ვგავარ წითელ ეკლებიან ღვარდს. ჩემი საყვარელი თამაშია წრეში ბურთი. ჩემი ნება რომ იყოს, აგვწალავდი ფრენბურთს. იმიტომ რომ მე არ გამომდის ფრენბურთის კარგად თამაში. ჩემი ოცნებაა ვიყო ათოსანი და ვასახელო ჩემი ოჯახი. ბედნიერება არის სურვილების ასრულება და ოჯახთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.